ბერკლის კინომუსიკის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტი, კალიფორნიის კინოფესტივალის ფარგლებში კინომუსიკის კომპოზიტორთა მე-18 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ასევე სერიალის კერჩი დაკარგული გმირები, ერთ-ერთი კომპოზიტორი, გაიარა პრაქტიკა სტუდიაში Abbey Road და მრავალი საინტერესო, რომელიც ნარატივით გველის გვახარებს მრავალი წარმატება და ერთ-ერთი უახლესი, რომელიც ჰოლივუდს და კერძოდ 20th Century Fox-ის სტუდიას უკავშირდება, კომპოზიტორი ანა კაცრაშვილი გადაცემაში. მოგესალმებით ანა, უღრმესი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. მე არ ვიცი ახლა როგორ დავარქვა, რამდენად ყოფნით ეს სივრცე, თქვენი ნიჭიერება და ის შხეფები, რომელიც თელს მსოფლიოს მოხდა უკვე და აღაფრთოვანა. არ ვიცი რამდენად დაეტევა ჩვენ სტუდიაში, მაგრამ ფაქტია, რომ მე ამას ძალიან კარგად ვგრძნობ და ეს მე მეტ სტიმულს მატებს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ხართ ჩვენთან სტუმრად. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყველა ჰოლივუდში ვერ ხვდება. ესე დავიწყოთ. განსაკუთრებული ნიჭის შესახებ, თქვენი განსაკუთრებული ნიჭის შესახებ აბსოლუტურად არაფერს ვადიდებ და ვაბევრებ, ეს საოცრებოდ უნდა აღვნიშნო, საუბრობს ყველა. მე თავად მოვისმინე ის კომპოზიციები, რომლებმაც აღმაფრთოვანა, იქ ძალიან მრავალი მიმართულებაა, ხასიათის, სწორედ იმ ნოტის, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა გითხრათ, რომელი ნოტი შეიქმნება ქალების ნარატივში, ეს უკვე მოგვიანებით. 300 აპლიკანტი და რჩეულ 12-ში მოხვდით, ხო? რამდენადაც ვიცი. თან ყველაფერთან ერთად სწავლა მოგიწევთ იქ, სადაც ჰანს ციმერი, ნიუტონ ჰოვარდი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია სწორედ ეს. ვორქშოპის ბოლოს, რომელსაც თქვენ გაივლით, კომპოზიციების ჩაწერა მოხდება 20th Century Fox-ის სტუდიაში, როგორც უკვე აღნიშნეთ, ჰოლივუდის საუკეთესო მუსიკოსებისგან შემდგარი ორკესტრის შესრულებით. არ შემიძლია რომ არ თქვა. რამდენი კომპოზიცია გაგზავნეთ ვორქშოპზე მოსახვედრად ანა? დავიწყოთ თავიდან. ვორქშოპზე გავგზავნე 5 კომპოზიცია, აქედან 3 იყო სავალდებულო ჟანრი და 2 არჩევითი, რასაც მე თვითონ შევარჩევდი, რაც ეფექტური იქნებოდა ჟიურის წარმომადგენლებისთვის. და რა გადაწყვიტეთ, რა იქნებოდა ეფექტური ჟიურის წარმომადგენლებისთვის? რა თქმა უნდა, მივანიჭე ცოცხალ შესრულებას მნიშვნელობა, უპირატესობა, უფრო სწორად, იმიტომ რომ მაინც სხვა მუხტი მოაქვს, ვიდრე მიდიზე აწყობილ კომპოზიციებს და აქედან გამომდინარე, ერთი შევარჩი არის Abbey Road-ის სტუდიაში ჩანაწერი, ჩემი სადიპლომო ნამუშევარი და მეორე ასევე ვალენსიის საოპერო თეატრში ჩავწერეთ ეს კომპოზიცია, ორივე არის დაწერილი მოთხრობიდან აღებულ მოკლე შინაარსზე. ერთი აბზაცი იყო ამოღებული, რომელიც ბერკლის კოლეჯში იყო ჩვენი დავალება, ესე ვთქვათ, და მეორეც ასევე ჩემი სადიპლომო ნამუშევარი. ჟიურის წევრების პირველი აღფრთოვანებული ფრაზა მინდა თუ გახსენდებათ. აღფრთოვანებული ფრაზა ესე არ გაჟღერებულა იმათგან, იმიტომ რომ ვიცი როგორ შეგავებულები არის. ვიცი ამის შესახებ. ხო, იმათგან ეს მოხვედრა იქ ამ ეს უკვე აქტუალობას ნიშნავს. როდის დაიწყო მისწრაფება მუსიკის მიმართ? ეს არის საინტერესო. დავიწყოთ სულ თავიდან, როდის შეიგრძენით ნოტების სიმრავლე თქვენს მთელ სხეულში და ორგანიზმში და ტვინში, რაც მთავარია, რომელიც უკვე გახდა ინსპირაცია იმისა, რომ გადმოგეტანათ ფურცელზე და გაგეზიარებინეთ საზოგადოებისთვის. ჩემ შემთხვევაში უმრავლესობა, როგორც ამბობს, ბავშვობიდან დაიწყო ეს ყველაფერი, სათამაშო პიანინოზე ავაწყე ჟუჟუნა წვიმა თუ რაღაც მსგავსი მელოდია და ამან გამოიწვია ჩემი მშობლების ინტერესი, განსაკუთრებით დედაჩემის როლი მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ეგრევე როგორც კი შემისრულდა 5 წელი, შემიყვანა ძალიან მაგარ სტუდიაში, ეს იყო ბავშვთა ექსპერიმენტალური საკრავიერი სკოლა ბათუმში, მუსიკალურ სასწავლებელთან არსებული, სადაც თავიდანვე იყო სწორი მიმართულება აღებული და ეს სწორი მიმართულება დღემდე მომყვება, ესე ვთქვათ. დავეუფლე ფორტეპიანოს და ვიოლინოს, 10 წელი ვსწავლობდი იქ. და შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ სწავლის განმავლობაში გამოჩნდა მოთხოვნილება, რომ ჩემი პირველი ნახატის მიხედვით შემექმნა კომპოზიცია. რა თქმა უნდა, პრიმიტიული იყო მაშინ დაახლოებით 7. თქვენ ხატავთ კიდეც? ხატავდი ბავშვობაში, არაჩვეულებრივი ხატვის მასწავლებელი მყავდა ნატალია ჭკვასელი და ამ ნახატმა რატომღაც არ დამაკმაყოფილა, ესე ვთქვათ, და გადავწყვიტე, რომ კომპოზიცია შემექმნა. და შემდეგ უკვე ძალიან ცნობილი კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი იყო ჩვენი პედაგოგი დიდი ხანი. ოღონდ შემდეგ ისრაელში წავიდა, მოუწია წასვლა და შემდეგ პედაგოგის გარეშე დავრჩი, ესე ვთქვათ, დღემდე ესე მოდიო პედაგოგი. მე დარწმუნებული ვარ, თქვენი პედაგოგი ამაყობს ახლა თქვენით და კონტაქტს ნამდვილად არ წყვეთ ჟუჟუნა წვიმოდან ჰოლივუდში. ასე დავარქოთ თქვენს ძალიან მცირე სხვათა შორის შეიძლება ითქვას ასაკში ამხელა მიღწევებით და ამხელა ნიჭის დემონსტრირებით, რომელიც სხვათა შორის შეიძლება ძალიან
დიდ ასაკშიც დაიბადოს და არა პატარობისას. ესეთი შემთხვევებიც ვიცით და გქონია ასეთი მაგალითებიც, თუმცა როდესაც ბავშვობიდან იბადება ნიჭი და შემდეგ განვითარებას პოვებს სწორად აღებული მიმართულებით, როგორც თავად აღნიშნეთ და შემდეგ უკვე წარმატებულ შედეგებზე ვსაუბრობთ ქალების ნარატივში, რაც ძალიან გვახარებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტული მოთხოვნები თუ იყო, ჟიურის წევრებს დაუბრუნდეთ და ისევ იმ საინტერესო თემას, რომლითაც აღტკინებულია ქართველი ერი დღეს. მოთხოვნები რა თქმა უნდა იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აპლიკანტი და თვითონ იმათი კომენტარიდან გამომდინარე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ერთნაირი მუსიკა გაიგზავნა და ყოველ წელს ეს ამ შეცდომას უშვებს აპლიკანტები და თვითონ იმათგან იყო მოთხოვნა, რომ ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი, რომ ერთ ტონალობაში ნუ გამოაგზავნით სამივე კომპოზიციას, ერთი, ანუ იმათგან თავრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ყოფილიყო. თქვენი მუსიკა მრავალფეროვანია. ყველა კომპოზიცია სხვადასხვა მოტივს შეიცავს, ეს მინდა ვთქვა და სწორედ აი ამ ყველაფერს თუ ეზიარებიან ჟიურის წევრები, რომლებიც უკვე ჟიურის წევრები აღარ არიან პრინციპში თქვენთვის და არიან უკვე დამსაქმებლები, ასე დავარქვათ და სამომავლო გეგმებიც იქნება დარწმუნებული ვარ იქ უამრავი, რომელზეც ვისაუბრებთ. შემდეგ მაშინ კარგად შეიგრძნობენ იმ კომპოზიციურ სიმრავლეს, რომელიც მათ სჭირდებათ. სწავლა სრულად დაგიფინანსდებათ თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული? სწავლა ვორქშოპის პლუსი ის არის, რომ სწავლა არის სრულიად უფასო. თვითონ ASCAP-ის ფონდი აფინანსებს ყველაფერს. და მხოლოდ გამგზავრების და იქ საცხოვრებელი ბინის ხარჯები უნდა მოიპოვა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავხადო აჭარის კულტურის სამინისტროს, რომელმაც საცხოვრებელი ბინა დამიფინანსა სრულიად და საქართველოს თბილისის კულტურის სამინისტროს, რომელმაც ეს მგზავრობის ხარჯები სრულიად დაფარა და ჩემთვის იყო ძალიან აი იმდენად ძალიან სასიხარულოა და ჩვენც გადავიხდით პირდაპირ ეთერში მადლობას ამისთვის, მეტი ყურადღება სწორედ და მეტი ასპარეზი რომელიც გვასახელებს მთელს მსოფლიოში. ფილმის ხნით საუნდტრეკებს მე უკვე პრინციპში ვთქვი, რამდენიმე ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკი, რამე ხომ არ გამომრჩა? არა. და სამომავლო გეგმებს თუ უკავშირდება კიდევ საუნდტრეკი? ამ თქვენთვის საინტერესო პროცესია ფილმის მუსიკის შექმნა. ძალიან ადრე სანამ კინომუსიკაში გადავიდოდი, წერდი მხოლოდ საფორტეპიანო კომპოზიციებს და ცოტა არიყოს ყოველთვის მქონდა უკმაყოფილების შეგრძნება, იმიტომ რომ ყოველთვის მაკლდა ეს ვიზუალი რაღაც და როცა გადავწყვიტე კინომუსიკის განხრით წასვლა, უკვე იქ ყველა ანუ შეივსო ჩემი მოთხოვნილებები სრულად და ეხლა ძალიან ვიზუალიზაციის და მუსიკის თანხმდრა ბავშვობიდანვე დაიწყოთ, როდესაც ნახაც შეუთავსეთ მუსიკა, კი ეს თავიდანვე ყოფილა თქვენთვის. კი ბატონო, შემოთავაზებები თუ გაქვთ უკვე ამ ეტაპზე, თუნდაც კინო მუსიკის მიმართულებით? მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ მოგეხსენებათ ცოტა არ იყოს რეჟისორმა და კომპოზიტორმა ერთმანეთს თუ არ გაუკეს, ისე არაფერი არ გამოვა და მქონდა რამდენიმე ასეთი მომენტი და თუმცა ჩემი პროგრამის ხელმძღვანელმა, რომელიც ბერკლის კოლეჯში მასწავლიდა, დამომშვიდა და მითხრა, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და თუ ეხა არ გამოვა შემდეგ და ყოველთვის ამ ეხა სანამ ვორქშოპზე წავიდოდი, სწორედ ეს ეტაპები გავიარე რაღაც, რომ მომიწია ერთ-ორ პროექტზე უარის თქმა, აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ვერ ვხედავდი ჩემ თავს იმ პროექტში. მუშა პროცესი, როგორც თქვენ, ეს ჩვეულებრივი თამდები პროცესია. მომავლის იმედით ვარ, რომ შემდეგ უფრო მომავლის იმედით ან არ მხოლოდ თქვენ, არამედ მთელი საქართველო ვართ. ბერკლის კინომუსიკის ფაკულტეტი ახსენეთ, სწორედ ახლა ბერკლიში შეძენილი ცოდნა გვაინტერესებს, ვინაიდან რადგანაც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ბრძანდებით ბერკლის, როგორც უკვე აღნიშნე. რა შეიძინეთ სწორედ აქედან და აი იქ მოხვედრის პირველი ნაბიჯებიც გაგვახსენეთ. საერთოდ მანამდე რა ვიყავი ის დამავიწყდა, იმიტომ რომ იმდენი რაღაც შევიძინე. საერთოდ მხოლოდ აკუსტიკური ცოდნით წავედი იქ, მხოლოდ ფორტეპიანოზე წერდი ნაწარმოებს და იქედან უკვე ჩამოვედი დახმუძლული ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციით. ტექნიკური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია კინომუსიკაში, რომ ფლობდე ამ ტექნიკურ მხარეს ელექტრონულ კომპოზიციებსაც ძალიან კარგად გვასწავლენ იქ თუ როგორ კეთდება ეს hybrid scores ეძახიან, ანუ შეჯვარებული აკუსტიკური საორკესტრო და ეს ელექტრონული ჟღერადობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს და მოთხოვნადი კინომუსიკაში და პლუს ამას გაორკესტრება იქ ვისწავლე და ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის მეთოდი, რომლითაც ისინი გასწავლიან. ძალიან მნიშვნელოვანია
მრავალი როცა წერ მუსიკას ორკესტრისთვის და ეს გიბრუნდება შენ, შემდეგ კვირა შენ უკვე გესმის ეს მუსიკა შესრულებული საუკეთესო მუსიკოსების შესრულებით და ძალიან დამეხმარა ეს ყოველთვე გქონდა ჩაწერა ცოცხალ მუსიკოსებთან ურთიერთობა და ეს არ ვიცი დიდი ზრდა ეს არის დიდი გამოცდილება და ზრდა რა თქმა უნდა და პარტიტურის შექმნა ყველაფერი ჩვენ გვიწევდა დირიჟორობაც კი თუმცა დირიჟორობით ვერ დავიკვეხნი ნამდვილად ახალბედა ვარ ჯერ ამ მიმართულებით მაგრამ ეს ხა ლოს-ანჯელესშიც იქ მომიწევს 64 კაციანი ორკესტრის მართვა ესე ვთქვათ და ამ მიმართულებითაც მიიღებთ გამოცდილებას მუსიკოსი თუ ყავთ ვინმე გვარში არა ესე სერიოზული არავინ სერიოზულად თუმცა ნიჭი საიდანაც დაიბადა ფაქტია რომ იქნებოდა წყარო და ამ წყაროს გამოვიკლოთ მე ერთად მე და არის ბაბუათი იყო მედოლე მხოლოდ მუსიკალური ნიჭი ბაბუას აღმოაჩნდა აქვე გამოვიკლეთ არ დაგჭირდა დიდი კვლევა ამისთვის კომპოზიციების ინსპირაცია შექმნის როგორ იბადება როგორ მოდის მუსიკა ანასთან ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაიბადოს ეს ჟღერადობა კი ძალიან აი ყოფით ეპიზოდებში ისეთ ყოფით ეპიზოდებში იბადება მელოდია მოტივი რაღაც რა აი წარმოუდგენელია უბრალოდ და ჩემ მეგობარს როცა ვუთხარ რომ იცი რა შენთან რო ვიყავი და ამას რო ვაკეთებდი მაშინ დავწერე ეს სიმღერა და ძალიან გაოცებულები რომ და ძალიან ბედნიერი იყო ამ დროს აქ რა მუსიკა გესმით ანა გესმით მუსიკა თუ იმდენად კონცენტრირებული ხართ ახლა დიალოგზე მუსიკისთვის არ ვართ მედიტაციაში ჯერ მაგრამ აუცილებლად მე მოვიკითხავ შემდეგ უკვე რა მუსიკა ისმოდა იმიტომ რომ დაილექება დარწმუნებული ვარ სამომავლო გეგმებსაც მოდით ვისაუბროთ აპირებთ ჰოლივუდში დარჩენას სიამოვნებით დავრჩებოდი ამის შესაძლებლობა თუ კი მომეცემა თუმცა არ ვარ ორიენტირებული იმაზე რომ მაინც და მაინც იქ ვიყო იმიტომ რომ ვიცი დღევანდელ დღეს ძალიან ხშირად ხდება კომუნიკაცია და კოლაბორაცია ზუსტად დისტანციურად ჩვენ მაგალითად ბერკლიში ის გამოცდილებაც მივიღეთ რომ ჩვენ ვალენსიაში ვიმყოფებოდით სტუდიაში და ბუდაპეშტის ორკესტრი ჩვენს კომპოზიციებს წერდა ბუდაპეშტში და ჩვენ ამას ვისმენდით და იქვე ვაძლევდით შენიშვნებს ანუ ეს კონტროლერებადი პროცესია და მაინც და მაინც არ მოითხოვს იქ ყოფნას. აქედან გამომდინარე დარჩენა არ ვიცი, მაგრამ თუ დარწმუნებული ვარ რაღაც ძაფი გაიბმება აუცილებლად და ახალი კონტაქტები ყოველთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, კონტაქტი სამომავლო გეგმებისთვის თან ანა ჯერ ძალიან პატარაა და ყველაფერი წინ აქვს წარმომიდგენია რამდენ საინტერესო კომპოზიციას მოვისმენთ კიდევ და რამდენად აღფრთოვანებულები დავრჩებით მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ანა და ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ შედეგებზე ქალების ნარატივში ქართულ კომპოზიტორებზეც გკითხავთ არის თუ არა საქართველოში ყველა წინაპირობა ვთქვათ დავრქოთ ასე ახალგაზრდა კომპოზიტორებისთვის თქვენი თაობის კომპოზიტორებისთვის რთული კითხვა, იმიტომ რომ მე თვითონ ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, ყავს ძალიან კარგი პროფესიონალი პედაგოგები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია ის პრაქტიკა, რაც თქვათ მე გავიარე. არავის არ უყურებს ზევიდან, მაგრამ ის მომენტი, რომ მუსიკოსმა უნდა შეიგრძნოს ყველაფერი ეს ცოცხლად, ეს პროცესები უნდა გაიაროს და ესე ამის შესაძლებლობა აქ არ გვეძლევა სამწუხაროდ. არის, მაგრამ ნაწილობრივ და თვითონ мотивациაც ამ შემთხვევაში უკვე იკარგება. მეც მქონდა ეს პერიოდი, როცა ძალიან რაღაცა დეპრესიაში ვიყავი და იმდენს მიაღწი ამ დეპრესიის ზღვარმა, რომ სრულიად სხვა ფაკულტეტზე ჩავაბარე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ჩავაბარე რომანისტიკაზე ესპანური ენა. იმიტომ რომ იმდენად უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რაღაც ისე მოვეკეცი, ესე თქვა. მარტოხებში. და მე გრძნობ რომ ბევრი ძალიან ნიჭიერი შემოქმედი ადამიანი განიცდის ამას და მინდა რომ უფრო მეტად იყოს ეს გასვლა უფრო ეს გახდეს მისაღწევი ხელმისაწვდომი ახალგაზრდების ვისაც მართლა უნდა და მართლა აქვს ის პოტენციალი რომ მიაღწიოს ამას ძალიან მნიშვნელოვანია მე ანა სამომავლო გეგმებსაც ვხედავ უკვე როგორც კი ანა მიაღწევს ზუსტად იმ მიმართულებას რომელზეც ახლა საუბრობს ხელშეუწყობს ქართულ ახალგაზრდა კომპოზიტორებსაც მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც კი მოგეცემათ ამის საშუალება თქვენ ამას გააკეთებთ მთავარ გამოწვევად რას მიიჩნევთ ანა რა არის თქვენთვის მთავარი გეგმა
გეგმა მე მინდა რომ რასაც ვაკეთებ იმით ვიყო ბედნიერი. ეხლა რასაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ, მაგრამ ამას აკლია კიდე რაღაცეები ის. რომელსაც შევავსებთ უკვე დრო და დრო, ცხადია. ანა კაზრაშვილი, კომპოზიტორი, ძალიან ნიჭიერი, რომლის კომპოზიციებს თუ ვინმეს არ მოусმენია, ცხადია უკვე მოვისმენთ აქტიურად, მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და თავად დარწმუნდებით სწორედ იმ სიმრავლე ნოტების, რომელიც ახლა აღნიშნეთ და იმ არაჩვეულებრივი ზეგავლენის, რომელიც ამ მუსიკას და აქვს, ამას აბსოლუტურად კარგად შეიგრძნობთ, კარგად შეგრძნებადი მუსიკა. ანა კაზრაშვილს უღრმეს მადლობას ვუხდით საინტერესო დიალოგისთვის და ველით უკვე ქალების ნარატივში შედეგებზე სასაუბროთ. მადლობა მას მობრძანებისთვის.